პანიკა დაიწყო სპარსეთის ყურეში მას შემდეგ, რაც სატელიტურმა სურათებმა აჩვენა კარდის კუნძულის ტვირთის ჩატვირთვის ნაომისადგომები ტანკერების გარეშე, სწორედ ირანის ნავთობის მთავარი გატანის წერტილიდან. 2021 წლის 13 მაისს განგაშის სიგნალი არც თეირანის განცხადება იყო და არც ვაშინგტონის მიმართ საჯარო მუქარა. ეს იყო სიცარიელე ზღვაში. ტერმინალი, რომელიც ჩვეულებრივ ტანკერებს ნავთობის ჩასატვირთად გაჩერებული ჩანდა, მაშინ როცა კუნძულის მახლობლად ნავთობის დიდი ლაქა დაფიქსირდა და შეერთებული შტატები აგრძელებდა საზღვაო ზეწოლას ირანთან დაკავშირებულ საზღვაო მიმოსვლაზე. საბრძოლო ამბებში გავრცელებული გამოძიებაც კი მიუთითებს, რომ 7, 8 და 11 მაისის კადრებში ნავთობის ტანკერები არ ჩანს. თუმცა ზუსტი მიზეზი თუ რატომ შეწყდა მოძრაობა ნათლად არ არის განმარტებული. ეხლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ ჯერ გირჩევ, რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო პირობებში, ჟურნალისტური ხარისხი, რომელიც უკვე გინახავს. სანდოობის სტანდარტით მიუსონ ალვესი. კარგი ირანის რეჟიმისთვის ჩვეულებრივი კუნძული არ არის. ეს ირანის ნავთობის გულია. როცა გემები იქიდან ქრებიან, ეს მძიმე გზავნილია. ან თეირანი ცდილობს უფრო დიდი რისკისგან ხომალდების დაცვას, ან ტერმინალი მოექცა გაჟონვას, ბლოკადას, თავდასხმის შიშსა და ლოგისტიკურ კოლაფსს შორის. როიტერსმა დააფიქსირა, რომ სატელიტურმა სურათებმა აჩვენა საეჭვო ნავთობის ლაქა 6-დან 8 მაისამდე. ქარბის მახლობლად, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი ცენტრია, ლაქის სავარაუდო ფართობი დაახლოებით 45 კვადრატული კილომეტრია. თეირანმა უარყო, რომ გაჟონვა ადგილობრივი რეზერვუარებიდან, მილსადენებიდან ან დატვირთვის სისტემებიდან მოხდა და დაადანაშაულა არა ირანული გემი, რომელმაც სავარაუდოდ დაბინძურებული ნარჩენები ჩაყარა. გემების ევაკუაცია ამ სცენარში რეჟიმის ყველაზე მგრძნობიარე წერტილს ეხება. ირანი ამ კუნძულზეა დამოკიდებული თავისი ნავთობის დიდი ნაწილის გატანაში, ხოლო თავად საერთაშორისო მედია ხარკს ირანის ექსპორტის ცენტრალურ ნაწილად არწერს. როდესაც ტერმინალი დატვირთვის წერტილებში ნავთობის ტანკერების გარეშე რჩება, პანიკა მხოლოდ სამხედრო რისკით არ არის გამოწვეული. ეს გამოწვეულია იმ შესაძლებლობით, რომ თეირანმა შეიძლება დაკარგოს კონტროლი საკუთარ ნავთობის ონკანზე. ეს მოძრაობა ხდება იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფნა სპარსეთის ყურეში აგრძელებს ზეწოლას რეჟიმზე. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ირანის პორტებში შემსვლელ ან გამომსვლელ გემებზე 4 კვირის საზღვაო ბლოკადის განმავლობაში ამერიკულმა ძალებმა გადაამისამართეს 67 სავაჭრო გემი. საშუალება მისცეს 15 ჰუმანიტარული დახმარების გემს გაევლო და 4 გემი გააუნებელყვეს ოპერაციის შესრულების უზრუნველსაყოფად. ეს მონაცემი ცვლის ხარკში შეჩერების მნიშვნელობას, რადგან ეს ზღვაში იზოლირებულ ფაქტად არ ჩანს. ეს უფრო გავს მოვლენათა ჯაჭვს, სადაც ირანი თანდათან კარგავს მანევრის თავისუფლებას, მაშინ როცა ვაშინგტონი ირჩევს, როდის გაამკაცროს, სად და რამდენად მისცეს რეჟიმს სუნთქვის საშუალება. ამავე დროს, სპარსეთის ყურის გარშემო არსებული ნიშნები აჩვენებს, რომ სხვა მთავრობები უკვე ემზადებიან უფრო მკაცრი ეტაპისთვის. მედიაში გავრცელებული ცნობები მიუთითებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები ნავთობის საცავების გარშემო ანტიდრონულ დამცავ სტრუქტურებს ამონტაჟებენ, ფოლადის კონსტრუქციებითა და უფრო მძიმე ბარიერებით, ვიდრე უბრალო ბადეები. ლოგიკა ნათელია. თუ ნავთობის ტანკერები ხარდიდან შორს მიდიან და სპარსეთის ყურის სხვა ნაწილებში ენერგეტიკული სტრუქტურების დაცვას სასწრაფოდ იწყებენ, ბაზარი ხვდება, რომ რისკი მხოლოდ თეორიაში არ არის. ამ შემთხვევაში ფაქტს მარტივად კითხულობენ. თუ თეირანს თავისი მთავარი საექსპორტო კუნძულიდან გემების გაყვანა დასჭირდა, რეჟიმი იცავს იმას, რაც ჯერ კიდევ დარჩა, სანამ კიდევ მეტს დაკარგავს. ცარიელი ნავსადგურების სურათი ხარკში პირდაპირ აზიანებს ირანის ძალის ნარატივს, ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს, რომ სპარსეთის ყურეს აკონტროლებს, ჰორმუზის სრუტეს ზეწოლის იარაღად იყენებს და მეტოქე გემებს ემუქრება. მას არ უნდა ენახა, როგორ იქცევა საკუთარი ტერმინალი ჩუმზონად. სწორედ აქ ჩნდება პანიკა. ეს არ არის პანიკა, რომელიც ეკრანზე აფეთქებას მოხვება. ეს არის სისტემის პანიკა, რომელიც იწყებს თავისი ყველაზე ძვირფასი ნაწილების უკან წაღებას, რადგან იცის, რომ ისინი შეიძლება სამიზნე, მტკიცებულება ან ზარალი გახდნენ. ხარდის ისტორია გვეხმარება გავიგოთ, რატომ არ შეიძლება ეს დეტალი უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ. ირანსა და ერაყს შორის ომის დროს 80-იან წლებში კუნძული ირანის ნავთობის ყველაზე სუსტი წერტილად მიიჩნეოდა. ბრიტანული წყარო აღნიშნავს, რომ ერაყის ძალებმა 1984 წელს ხარგის გარშემო შეტევები გააძლიერეს, განსაკუთრებით საჰაერო ძალებითა და საზღვაო ნაღმებით. Los Angeles Times-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია 1988 წლის თებერვალში ერაყის ახალი შეტევების შესახებ ირანის მთავარ ნავთობის ტერმინალზე სპარსეთის ყურეში. იმ დროს ბარდადი თეირანის საომარ ეკონომიკაზე იყო დამიზნებული, რადგან იცოდა, რომ ნავთობი აფინანსებდა ირანის წინააღმდეგობას,
დღეს ტერმინალიდან გამქრალი გემების სურათი იმავე სტრატეგიულ მეხსიერებას აღძრავს. როცა ხარგი საფრთხის ქვეშაა, პრობლემა მხოლოდ სამხედრო არ არის. ეს ფინანსური, ფსიქოლოგიური და პოლიტიკური პრობლემაა. განსხვავება ისაა, რომ ახლა ირანი მხოლოდ რეგიონულ მტერს არ ებრძვის, რომელიც მის ექსპორტზე ზემოქმედებას ცდილობს. ის უფრო ფართო ზეწოლას აწყდება. ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადა, ენერგეტიკული ბაზრის განგაში, სპარსეთის ყურის ქვეყნები თავდაცვას აძლიერებენ და მყიდველები ცდილობენ სულ უფრო სარისკო მარშრუტებით უსაფრთხო გავლა უზრუნველყონ. 80-იანი წლების ომის დროს თეირანი მაინც ახერხებდა ოპერაციების ნაწილის გაფანტვას, მარშრუტების ადაპტირებას და მაღალი ფასის მიუხედავად წინააღმდეგობას. ეხლა კი ყოველი მოძრაობა თანამგზავრიდან ჩანს. ყოველი გაჩერებული ნავთობის ტანკერი ბაზრის სიგნალად იქცევა, ხოლო ყოველი ლაქა ზღვაში აძლიერებს ეჭვებს ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე. რეჟიმი შეიძლება შეეცადოს ლაქა სხვა გემის ნარჩენად ახსნას, მაგრამ ყველაზე მძიმე დეტალს ვერ მალავს. ტერმინალები გამოჩნდა ნავთობის ტანკერების ჩვეულებრივი მოძრაობის გარეშე. სხვა ქვეყნების მაგალითები აჩვენებს, რატომ აშინებს გემების გაყვანა ასე ძალიან. 2024 წელს წითელ ზღვაში თავდასხმებმა ნავთობისა და საწვავის ტვირთები 47%-ით გაზარდა, უფრო გრძელ მარშრუტზე კეთილი იმედის კონცხის გავლით, რადგან კომპანიებმა არჩიეს მეტი დრო და ფული დაეხარჯათ, ვიდრე გემები რისკის ქვეშ დაეყენებინათ. ლიბიაში ბლოკადებმა და ტერმინალების, როგორიცაა რას ჰასლანუფი და ესაიდი, დახურვამაც აჩვენა, როგორ შეუძლია შიდა ომს ექსპორტი დაახშოს ისე, რომ ყველაფერი არ გაანადგუროს. კიდევ ერთი საკითხი, რომელმაც ირანის რეჟიმი კიდევ უფრო პანიკაში ჩააგდო, იყო ამერიკული გამანადგურებლების გადაადგილება, რომლებიც ირანის ომის ზონასთან ახლოს გაგზავნეს. და ყველაზე ძლიერი სიგნალი გამოჩნდა პრინც სულთანის საჰაერო ბაზაზე, საუდის არაბეთში. მიმდინარე სიახლეებში სატელიტური სურათები მიუთითებს, რომ ადგილზე დაახლოებით 15 F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვიდა. ამით ამ მოდელის თვითმფრინავების რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ბაზაზე თვითმფრინავები, სატვირთო თვითმფრინავები, საწვავის შევსების თვითმფრინავები და B1B ტიპის ბომბდამშენები აქტიურად მოძრაობდნენ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებულ ოპერაციებში. უახლესი ინფორმაცია, რომელიც ამ ატმოსფეროს ამყარებს, Air and Space Forces-ისგან მოვიდა, რომელმაც დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონი უკვე აფასებს ირანის წინააღმდეგ ოპერაციების ხარჯებს დაახლოებით $29 მილიარდ. მათ შორის თვითმფრინავების დაზიანებებსა და საწვავის შევსების აუზებზე, თავად პრინც სულთანის ბაზაზე. ანუ ეს ბაზა შორეული დეტალი არ არის. ის რეალური ომის ნაწილი გახდა, დაზიანებული, გამაგრებული და შენარჩუნებული, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ზეწოლის წერტილი ირანის მახლობლად. ამ გამანადგურებლების ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხდება იმავე დღეს, როდესაც სხვა სამხედრო ნიშნებიც ჩნდება ირანის კრიზისის გარშემო. სპეციალიზებულმა ვებგვერდმა იტამილ რადარმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B1B Lens ტიპის ბომბდამშენები აგრძელებენ შორმანძილზე მისიის შესრულებას. RAF Fireford-ის ბაზიდან, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში მდებარეობს, ისინი მიემართებიან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ, რაც იმავე ნიმუშს იმეორებს, რაც ბოლო დღეებში შეინიშნებოდა ირანთან ცეცხლის შეცვლადის შემდეგ. ასევე სააგენტო Reuters-მა დღეს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის გამანადგურებლებმა ომის დროს დაარქრეს თეირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციების სამიზნეებს ერაყში, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთსა და სხვა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელდა თავდასხმები. ვაშინგტონი მხოლოდ თვითმფრინავებს არ გადაადგილებს რუტინულად. შეერთებული შტატები ინარჩუნებს გამანადგურებლებს, ბომბდამშენებს, სატვირთო თვითმფრინავებს და საწვავის შემსხმელ თვითმფრინავებს პავებს პოზიციაზე, რათა არ მისცეს ირანს სპარსეთის ყურის სამხედრო შანტაჟის ზონად გადაქცევის საშუალება. თეირანი შეიძლება ცდილობდეს ნარატივის კონტროლს, მაგრამ მას არ შეუძლია ცარიელი ნაუმისადგომების ვიზუალური ეფექტის კონტროლი. გაჩერებული ტვირთი რეჟიმისთვის რთული გზავნილია, რომ ეს ნორმალურობად გაასაღოს. ირანმა თავისი ზეწოლა ააგო სპარსეთის ყურის ჩაკეტვის შიშზე, მაგრამ ახლა თავად ხედავს, რომ მისი ექსპორტის ცენტრი მოწყვლადია, კონტროლდება და აღარ აქვს ის მოძრაობა, რაც ფულის შემოსვლას უზრუნველყოფდა. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. დაელაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში. შემდეგ